ხო და სენსეი პოზიტივი. გამარჯობა. ეხლა კი მოგესალმებით, იგივე უნდა გავიმეორო. ვიდეო უნდა გაიმეორო, ეხლა მოგესალმებით, რომელიც სხვა ვიდეო, რომელიც სხვა დღეს დაიდება, ამიტომ არ მოგესალმეთ. ოსკარების განხილვა, რაღაც კომენტარის გაკეთება გვინდა და ფეხდაფეხ დაგვაწიეს დიუნის და სპაიდერმენის ტრეილერები, რომლის არ განხილვაც უბრალოდ არ შეიძლებოდა. პირველ რიგში თათა, სადი შოუე ლინკი, რომელიც არ ჭირდებოდა. გამიკავშირდით. ოსკარებამდე ვიდეოში რაღაცები ვილაპარაკეთ ამ ოსკარებზე და რაც ბევრჯერ გვაქვს ნათქვა, იმას არ გავიმეორებთ, ამიტომ ხო? ერთადერთი ის რომ წლევანდელი ოსკარები მაინც ზოგადად რო ვთქვათ, იყო გამორჩეული ბევრი რამით, მათ შორის ბევრი რეკორდით. დავიწყოთ იმით, რომ ჩემთვის და ვიცი რომ შენთვისაც, ალბათ ბევრისთვის, ამ ოსკარების მთავარი მოვლენა პოლ ტომას ანდერსონს. ხელში უჭირავს არა ერთი, არა ორი, არამედ 3 ოსკარი. აი ტიპმა გამოხვეწა. ჩვენ რაღაცას დაგკვირდით, ჩვენ დაგკვირდით, რომ პოლ ტომას ანდერსონი თუ მოიგებს ამ ოსკარს, რისიც ორივეს გვჭიროდა, ჩვენ ჩავწერთ მის შემოქმედებაზე იმ რეალ ვიდეოს მომზადებულს, გამზადებულს, გადამზადებულს, დამზადებულს საქართველოში. პოლ ტომას ანდერსონი, ესე დავარქვათ იმედი, პოლ ტომას ანდერსონი დამზადებულს საქართველოში. ეგ ვიდეო თუ სადმე ნახა მაგარი. ქართული თუ ისწავლა მაგისტრი. მე ყველანაირი უსამართლობა და სამართლიანობა დამავიწყა იმ ფაქტმა, რომ პოლ ტომას ანდერსონმა ოსკარი მოიგო. აი ეგეთი ბედნი, ასე მგონია რომ აი რაღაც აი ჩემი ოჯახის წევრის წარმატება, იმიტომ რომ რაღაც აი ბიძა. ხო, აი რო ვნახავ ამ ადამიანს, რო ვნახავ, რაც უკვე გადაწყვეტილი რომ მოქროსიან შეხვდებით ჩვენ, ასე გვერდ. ჩვენ ნომინირებული ვიქნებით ერთ კატეგორიაში. პოდკასტის კატეგორიას რო დაამატებენ ოსკარებზეც. იქ რო იქნებ ნომინირებულები. ირონულად ნუ რეალურად არ ვიცი. ხო, ანუ ინტერვიუებიდან ძალიან ჯიგარი არის. ძალიან მიყვარს მაგის ლაპარაკის მანერა და როგორ ლაპარაკობს კინოზე და რა ვიცი, ამ ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი პოლ ტომას ანდერსონის Advice for Young Filmmakers. რაცა იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცებს ლაპარაკობს ხოლმე და აქაც სამივე სპიჩი, აი ეგ იყო კიდე მაგარი 3 სპიჩი ერთხამეს, აი ეგეთი რაღაცები ძალიან მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ იმას ვემხრობი, რომ აი რაღაც გავანაწილოთ ეს სიყვარული და სხვადასხვა ფილმს და იმას მივცეთ filmmakers ოსკარები ერთხამში. ასეთ მომენტებში არამნიშვნელოვანია. სამივე უნდა ჰქონოდა პოლ ტომას ანდერსონს. აქამდე ხო ერთიც არ ჰქონდა. ახლა იმდენი ჰქონდა, რომ ხელებში არ ეტეოდა. ძალიან კაი სპიჩები ჰქონდა. განსაკუთრებით პირველში ის რა თქვა რომ they make you work hard for one of these. გვანცა ჩაფიქრდა რა სიტყვის, გვანცა უკვე ეხუტება. მე ხო უკვე მანდაო რომ როგორ უნდა მოასხია. ძირიან. იმიტომ გიყვარს მე ასე ძალიან ეს ადამიანები, სრულად უცხო ადამიანები, ათასობით კილომეტრის დაშორებით რომ არსებობენ შენგან და ძალიან მიუწვდომლად რომ ჩანან ერთი შეხედვით, მაგრამ იმდენად არიან შემოსული შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ ადამიანის გადაღებულ თითოეულ წამი რაც კი მაქვს ნანახი, სხვა ფერები შემოიტანა კიდე და რაღაცა მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი რომ ფილმს რო უყურებ ფილმს და რომ მორჩება ის ფილმი, შენი რეალობა არის ეს. პათეტიკური რაღაცები არ მიყვარს ხოლმე, რომ აი ეს ფილმი არის ჩემი ცხოვრება და იმის იქით ვერ ვცხოვრობ. ანუ კი ბატონო, ვინც ეგრე არის, ვინმე შეურაცხყოფას ვაყენებ, ყველას თავის არჩევანი აქვს, მაგრამ მე ეგ მიყვარს, რომ ის სხვა სამყაროა და ეგ ამ სამყარო რეალურ და კინოსამყაროში მოგზაურობის ამბავი უფრო მიზიდავს მე და მე ხო ვიცი, რომ მილიონობით ადამიანისთვის არის ეს ფილმები გადაღებული, მაგრამ მამას ხო მარტო მე ვუყურებ, როცა მივზივარ. და თითქოს რომ აი პოლმა ჩვენთვის გადაიღო, იმიტომ რომ იცოდა რომ ეს ფილმი მომეწონებოდა. კიდე ძალიან სიმბოლურია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ანდერსონის შემოქმედება ზოგადად წერაზე და ანუ წერის ხელოვნებაზე არის აგებული, მე ძირითადად ქრონოლოგიურად რო დავალაგოთ ეგრე. პირველი აიღო სცენარში. და ანუ მანდაც ახსენა რომ ძალიან რთულია წერალთან ერთად ცხოვრებაო რა, ანუ თავის მეუღლესთან დაკავშირებით და ყოველთვის ამ ადამიანის ფილმებში ყველაზე მეტად რაც მომწონს ხოლმე არის სცენარი, დიალოგები, ძალიან მაგარი დიალოგებს წერს და პერსონაჟები რამდენად სიღრმისეული და კომპლექსური. ანუ აქ ეხა ეს ფილმი უფრო ამ ფილმმა ჩემი აზრით კიდევ უფრო ცოტა სხვანაირი ანდერსონი დაგვანახა. აქამდე უფრო რაღაც მძიმე
კი, ისეთ თემას ეხება, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა ისეთი კუთხით, რომ იმდენად მძიმე არ არის, რამდენადაც სატირა რო ქონდა, ძალიან ბევრი რაღაც. სხვანაირი ანდერსონი დაგვანახა მაინც და ძველ ფილმებშიც კი არა, იმათში იმსახურებდა, თუ იმსახურებდა მასტერი, აი ეგ ფილმი ძალიან კარგად უნდა განვიხილოთ იმ ვიდეოში, იმიტომ რომ ეგ ფილმი არის ჩემი სიყვარული. განხილვაში კი ვთვლი, რომ ძალიან კარგად ჩანს ორივეს დამოკიდებულება ამ ფილმის მიმართ, მაგრამ აი კიდე დრო გავიდა და რაღაც ეპიზოდებს ვხედავ. ძალიან მიყვარს ეს ფილმი. აი მიყვარს ეს ფილმი. ხო. ანდერსონის ნებისმიერ ფილმზე შემიძლია ეს თქვა და ვამბობ, მაგრამ რაღაც არ ვიცი ეს ამის ფავორიტ ფილმი არ არის ჩემთვის, მაგრამ მიყვარს. მაგრამ არა ძალიან გამიხარდა, ანუ მოკლედ ხო, პოლ ტომას ანდერსონი. ამ ოსკარებზე აუცილებლად აღსანიშნავი არის ადამიანი, რომელსაც სათაზანდუკელი ქრაშავს, ხამე ის იზმრება ხოლმე და უნდა შხაპის ქვეშ იხილავს. ეს გახლავთ Mr. Connery. შეროსბარნის პერსონაჟში გეშლები მე მგონი. წეხან შე რა თქვი მაღალი და სიმპათიური და ან მაღალი ან სიმპათიური არ გითხოვს, ესე მაგარიტანია ხო? ხო, მაღალია აბა. მაგარიტანია ხო, მაგარიტანი და მაღალი სხვა არის. ანუ ხო მაღალია და აწუწილი ფეხები აქვს. შენ ნუ ხარ pervert. კონანი. თავიდან მე შოუსთვის თავიდან მომდე არ მყურები რაღაც ნაწყვეტები ჯოუქების და ასე შემდეგ ნახა და ამ ადამიანმა ნახა და აი არ ხო, ანუ ეს ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად ოსკარს ვუყურე გემრიელად. კონანი არის ამერიკაში ყველაზე სასწრაფოდ. მე რამდენადაც ვიცი, ზოგადად მხოლოდ პროდიუსერებმა იციან გამარჯვებულები, ხო? ანუ პროდიუსერების მხრიდან ძალიან საინტერესო სპოილერები იყო, იმიტომ რომ ცერემონია დაიწყო საუკეთესო მეორე ხარისხოვანი ქალის კატეგორიით, დასრულდა საუკეთესო კინოსურათით და საუკეთესო მეორე ხარისხოვანი ქალი აიღო ემი მედგანმა ვეფენსში. ოსკარი გაიხსნა ვეფენსის სკეჩით, ეს ბავშვი ეს რაც ძალიან კაი იყო. ძალიან მაგარი გახსნა იყო. და დამთავრდა One Battle After Another-ის სკეჩით. და რა თქმა უნდა, One Battle-მა მოიგო. კონანის ხუმრობების განხილვას არ დავიწყე, უბრალოდ ანუ ბევრჯერ გამეცინა ხმამაღლა, მონოლოგი ძალიან კარგი ქონდა. აი როგორც წესი, ესეთ მონოლოგებზეც ანუ დიდად ბრიტანელი თუ არ არის და რიკი გარბისი თუ არ არის, მონოლოგებზე არ მეცინება ხოლმე დიდად, იმიტომ რომ ყოველთვის არის ძალიან რაღაცა დაძალებული რა. კონანის მონოლოგი არ იყო ეგეთი, კონანის მონოლოგი იყო, აი თითქოს იქვე რო იფიქრებდა რაღაცა იმ მომენტებში ეგეთი საბჭოთა რაღაცას ჯოუქები რაც გამოყოს ყველაზე მეტად და რაც ყველაზე მეტად მოეწონათ და კაი იყო და ზოგადად მაკასის აი ამერიკულ ნაით შოუებში ფელონის ყურება იმიტომ მიყვარს რომ თვითონ არის ძალიან საყვარელი. ხო, ანუ ძალიან awkward არის ეგ. რაღაცას რო იტყვის და მე თავის თვითონ რო იცინის ხოლმე და ისე იცინის და იმდენ უხერხულია რომ შენს გეცინება. ჯიმი კიმელი არ შემიძლია არასდროს კონანის შოუები, ანუ ვიღაცები მაგალითად, რო გითხავთ ახლა ეპიზოდები ნანახი მაქვს რაღაცა და ის არა, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ ვყავი რომ ეს მონოლოგი მე არ მაქვს მოსმენილი და თითქოსო იქვე იგონებდა ყოველთვის ამ ჯოუქებს აქვს თავის გადაცემაშიც, ძალიან სპონტანური ხასიათი რა. აი რაღაც ძალიან იმპროვიზირებული ხუმრობები აქვს ხოლმე ხშირად. გასაგებია რაღაცები დაწერილია, მაგრამ ხშირად არის გასაკუთრებით საუბარში და ანუ ეს კაცი არის იუმორისტი. აი ჯიმი ფელონი არის მსახიობი ღამის შოუს წამყვანი და კონანი არის როგორც იუმორისტი ღამის შოუს წამყვანი. ეს რაღაც ხუმრობები მოდი მაშინ 1-2 ის გავაკეთოთ ცოტა ხალხმაც რო გაუტია. ამათ ხუმრობებზე. ერთ-ერთი იყო მაგალითად ის პიცის ეპიზოდი. I'm tired and I want to go home. This show is very long and there's no pizza. Signed the kid from Hamnet. He's right. Feels like advertising. Feels like saying something and then showing the product. Are you seeing how much they put it in front of your face? და ნუ ეს ყველაფერი დაუკავშირეს მე რაღაც ეფშტეინის ფაილებს რო პიცა რას ნიშნავს და ძალიან ხო ანუ ძალიან ხო არ გავუწიეთ ზოგადად რაც ჩავსქროლე ოსკარების მერე და ეგეთი რამე საერთოდ არ შევხვედრი კიდე კაი თორე ალბათ გავგიჟდებოდი თვითონ კონტექსტი თავიდან ბოლომდე რო გავიგე მეთქი ანუ ხალხო შეიძლება რომ დედამიწაზე ვინმე ნორმალური იყოს და ყველაფერი ეგრე იდიოტ
სტურად არ გადახარშოს და გადმოხარშოს, არ ვიცი. თუმცა საბედნიეროდ მაგ ეპიზოდშივე იყო ის მომენტი, რომელიც ადამიან კაცობრიობის ისტორიას დიდხანს დაამახსოვრებოდა ეს ყველაფერი ჩვენ შემოგთავაზდა ბენის იოდევდა რომ აკადემიას რაც აქვს ეს საშინელი თვისება, რომ ვინც წარადგენს იმათ ხო, რავი, 900 წუთი აქვს ხოლმე, რომ რაღაც უაზრო ხუმრობები აკეთონ, მაგალითად, ძალიან გამიხარდა რობერტ დაუნი ჯუნიორი და კრის ევანსი რომ ერთად გამოვიდნენ და რაღაცა და საშინელება იყო მაგათი წარდგენა ხუმრობაზე, უბრალოდ, ანუ არც გაღიმებია ხალხს და მეც არ გამღიმებია, იმიტომ რომ აი საშინელად იყო დაწერილი და მოკლედ ანუ მაგათვის აქვს დრო, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რომ ვიღაცამ გაიმარჯვა, შეიძლება ანუ ცხოვრებაში ერთადერთხელ მოხდეს, ანუ ამხელა რაღაცა და მისი შრომის ამხელა დაფასება, იმათთვის ერთ წუთზე მეტი არ აქვს, თუ რა თქმა უნდა, ედრიენ ბროდი არ არის და აი ესე არაჩერებს ორკესტრს, რომ გაჩერდი მალაპარაკე. ორი შემთხვევა იყო ეგრე ძალიან რომ გააწყვეტინეს რა. პირველ შემთხვევაში რომ გააწყვეტინეს, მერე გააგრძელებინეს და იქ იმან რაც გააგრძელა და რა კომენტარიც გააკეთა ტიმოთისე და ეგ ცალკე თემაა და მაგას ცოტა მერე შევეხებით, მაგრამ ну გააგრძელებინეს და მერე რომ გამოვიდა კონანი, სცენარში არ ეწერა თვითონ თქვა რომ მოდი ნუ გავაწყვეტინებთ ხალხს ლაპარაკს, ანუ რამხელა ანუ სიმამაცე და And I know we're tight, but to retract a microphone on a man as he's speaking is hilarious. Next up. სიმამაცე ჭალებში თქვა მე უბრალოდ ანუ და ძირითადად მაგას აკეთებენ ხოლმე, ანუ ისეთ კატეგორიებზე, აი რაღაც საკითხა მოკილომეტრაჟიანი და აი ეგ არის ძალიან დიდი დამცირება, აი თვითონ აკადემიის დამოკიდებულებაში აქვს უფრო პრობლემა, ვიდრე ხალხის დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ ხალხს ანუ ყველა მაგას წერდა, რომ გამარჯვებულების სიტყვას მოусმინონ, ვიდრე ვიღაც ანუ გამოცხადებლების რაღაც სულელურ ხუმრობებს, ხო? ეგ არის ძალიან უკულტურობა და უპატივცემულობა და ეს არ არის კინოს ზეიმი, ანუ ეს არის რაღაც ელიტისტური გადაწყვეტა, ვის ეკუთვნის მეტი წუთი და ვის ნაკლები და ვის საერთოდ არ. იუჰუ, ეხლა გადავიდეთ შომპენზე. თუ შეიძლება სახე დამტკნარი შომპენი. ანუ მე ამ პიროვნებას ვემიჯნები, იმიტომ რომ არ ვიცნობ პიროვნულად და არ ვიცი მის შესახებ, უბრალოდ ამიტომ რას ვილაპარაკებ ეს კნებების სახეობურ შესაძლებლობებზე, იმიტომ რომ ანუ არ განვიხილა ვიღაცის ირონულად ხო რა მასალაც ასე ვთქვათ ამ ადამიანმა მოგცა რომ ოსკარებზე თავისი რაღაც ამ აქცენტით სამყარო შეზანზარდა ამდენი ბომბიცვია გარშემო იმითვე შესანზარდა, მაგრამ შონპენი რო არ მივიდა ოსკარებზე, ამაზე გადაირია სამყარო. რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ იქამდეც არ მისულა დაჯილდოებებზე ამ წელს. Golden Globe-ზე მივიდა და სიგარეტი მოწია. როგორ იყო? აუ, ვიღაცამ დაწერა. რაღაც პერიოდი underdog იყო რა და მე ანუ რომ მოიგო მე აღარ გამოჩნდა იმაზე დაჯილდოებებზე, ანუ სანამ აგებდა დადიოდა, იმიტომ რომ რაღაც აი სცენაზე ასლა არ უწევს, რაღაც სიგარეტს ეწევა თავის გულაობს და მე უცებ მიხვდა რომ უი ახ სცენაზე ნავიდე, ამათ რაღაც მადლობები უნდა ვუხად და სად მაგის თავი, ანუ არ მივიდა უკრაინაში იყო სხვა შორის რაც რავი. სარევი მიზეზია მე მგონი ძალიან არ ვიცი მის სხვა პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გამართლებულია. კალკინისის კომენტარი რომ ვერ მოახერხა მოსვლა, ან საერთოდაც არ უნდა და ერთ-ერთი ფავორიტი. იყო, ანუ ხო, მეთქი აი რაღაცა მე რო გავიგრო, ესე იგი ხო, საერთოდაც არ უნდა და იმიტომ რომ ტიპი უკრაინაში უნდა ხო, იქ უნდა ყოფნა, სადაც უფრო კარგი იქნებოდა საერთოდ, აი ეგ არის სასაცილო, აი ეგ არისო დადგმული, ეგ იყო იქვე, იმიტომ რომ ანუ რომან როია მე მგონია რომ მაგას თუ მოისმენდა შომპენი, ბევრად უფრო ნასიამოვნები იქნებოდა, ანუ არა გაეცინებოდა ჩემი აზრით. ამ კაცზე მე როგორც მსახიობზე ხო ყოველთვის შეყვარებულიყავი. მე ვარ სემი რომ ნახე იმის მერე მეთქი რაღაცა ზეპირად ვიცი ეგ ფილმი. შომპენი იყო ის ადამიანი, რომელმაც ახსენა რომ ეს ყველაფერი უკრაინის ომით არ დაწყებულა, რუსეთ-საქართველოს ომით დაიწყო და აი განცხადება რომ გავიგონე უკვე რაღაც ისე განვეწყო ამ ადამიანის. აქ უნდა ვახსენო ხავიერ ბარდემი, რომელსაც არასდროს არ ავიწყდება აქტივიზმი და აი არის უბრალოდ მიყვარს. ჯერ ხო ამ ხელა ანუ მაგას ის აღარ ქვია სტიკერი თუ რა პინი, მაგრამ ბანერი გამოვიდა არაომს. მაგას არ ველოდი და ანუ აი ეს მართლა გამბედაობა იყო, იმიტომ რომ გამოვიდა და არაომს და გაათავისუფლეთ პალესტინა. ანუ პირველი რას თქვა ეგ იყო და შესაბამისად ვერც ამოჭრეს და ვერ დაადუმეს, იმიტომ რომ ძალიან მოულოდნელი იყო. მაგიტოა მაგარი მსახიობი და მაგიტო ყავს მაგარი ცოლი, რომ მაგარი კაცი. შემდეგი გადავიდეთ მორიგ სკანდალურ თემაზე.
ყვითელი პრესა, ტიმოთი შალამე. ამჯერა რომ ეს ადამიანი არის ყვითელი პრესის რაღაც ძალიან სალაპარაკო. კი ვთქვი რომ მგონია რომ ტიმოთი მოიგებს, თქო, მაგრამ ვიდეოში ისიც ვახსენი და ვთქვი რომ რაღაც ფული მიგრძნობს რომ ტიმოთი ვერ მოიგებს ამ ოსკარს თქო და მართლაც ესე მოხდა, ოღონდ ეს არ იყო ბალეტის და მთელი სულელეების, რასაც ანუ უბრალოდ თვითონ მაგაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ. სანამ ეგ მოხდებოდა, იქამდე დაიხურა ოსკარის ხმის მიცემის ისინი. დედლაინი, ხო. კი, მაიკლ ბი ჯორდანი კარგი იყო სინერსიც, ანუ კარგი ფილმი იყო. მე რასაც ვიხსენებ მის პერფორმანსს, პირველი რაც მახსენდება, არის ის, რომ რა მაგრად შეასრულა ორი ადამიანი და რაღაც რაც ამიკითხავს მის პერფორმანსთან დაკავშირებით, არანაირი ნიუანსები არაფერი, ყველა მაგას ამბობს, რომ მაგრამ იმახო ორი ადამიანი შეასრულა და ეგ მე მგონი ძალიან ზედაპირულია და ძალიან ანუ არ ვამბობ რომ შესრულება ზედაპირული, უბრალოდ სამსახიობო სტატოვა უფრო მეტია ვიდრე რაღაც ერთ ჯერზე 2 და 3 და 900 პერსონაჟის შესრულება ეგრე. ჯეიმს მაკავოიმ 16-17 მის შეასრულა DID რო აქვს იმ ფილმში. ტიმოთის არ ამბობ, ჩემზე სხვაც უფრო მეტად იმსახურებდა ამ კატეგორიაში ოსკარს, მაგრამ კარგი არის მაიკლ ბი ჯორდანის შეერგოს. ძალიან მეგონა რომ ტიმოთი აიღებდა მაინც და სურვილი მქონდა რომ მაიკლ ბი ჯორდანს აიღო, იმიტომ რომ ეგ ნიუანსები მომეწონა მე, იმიტომ რომ ტოპები წელს სხვა შორის ეგ იყო, რომ ფილმი სახეობა შეასრულა 2 პერსონაჟი ერთ ფილმში და რაღაც მაგ მხრივ რაღაც ასეთ გამოჩეული წელი გამოდგა, მაგრამ ზუსტად ეგ მომეწონა, რომ ძალიან განსხვავებული ტიპაჟები რო ითამაშა, განსაკუთრებით ჩანდა შეყვარებულებთან და მეუღლეებთან თამაშის დროს და ეგენი მომეწონა. ხა უბრალოდ არ მინდა ბი ჯორდანის პერფორმანსის გახსნა გამომივიდეს. ტიმოთის რაც შეეხება, უბრალოდ რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ის, რომ კონტექსტიდან ამოგვეჯილი რაღაცის გამო. აი მაგალითად, ეხა როგორც თქვით უნდას ხო ის პიცის ეპიზოდი როგორც იყო. ვიღაცა მეგრე დაამონტაჟერა, დააწერა, თავზე წააწერა რაღაცა და ყველა ატყდა ერთი აბაბი არიქა ეპშტეინი და რაღაცეები და ამ დროს მთლიან ვიდეოს და მთლიან სცენას რო უყურებ, ეგრე არ არის, ხო? ერთ-ერთი იყო მაგალითად სინერსის პერფორმანსის I Lied to You, როდესაც ეს და ეგეც ვახსენოთ, რომ ძალიან მაგარი იყო. პერფორმანსი, როდესაც ბოლო ნაწილში გამოდის ბალერინა და ცეკვავს და აი აკადემიამ დასცინა ტიმოთს, აკადემიას რო ტიმოთი არ ევასებოდეს და ეზიზღებოდეს და მაგის დანახვა არ უნდოდეს, მე მგონი რომ ამერიკის კინოაკადემია და ძალიან მარტივად არ შეუშვებდნენ და აღარც ფილმში ათამაშებდნენ და საერთოდ არ გამოაჩენენ. ძალიან ბევრი ადამიანი გაუქრიათ და საერთოდ არ გაუჭირდებათ მით უმეტეს კიდე დღევანდელობაში, ასე რომ აკადემიამ დასცინა ტიმოთის, ოღონდ მაგ მონაკვეთში არა თუ ჯოუკის ხვარდან ისა ხუმრობა იყო, ხო? ხო. ის რო წინ ბალერინა აუცეკვეს, ბალერინა ცეკვავდა ტიმოთი შალამეს წინაშე და ესე იგი ტიმოთი იყო განადგურებული. ასეთ საშინელება მას ცხოვრებაში რავი კი აღარ ნერვიულობდა იმაზე რომ ოსკარი ვერ აიღო. ეს იყო რომ რას ქვია ბალერინა ამიცეკოს თუდას იყო კაცს მოაბრუნეს კაპლებს აღლევინებდი რომ ეს როგორ რა დღეში იყო გაგიჟებული. კი დაიწყე მე მეც ვაგნერმა რაც მოიგებს ერთ დღეს ოსკარს. ხო, ეხლა მაგრამ ორი ადამიანი შეასრულა და ეს ძალიან ის არის რატომ ის მაიკლ ბი ჯორდანი. ანუ თუ მაგის გამო, ანუ არა იმის ვამბობ რომ სულად შეასრულა, უბრალოდ ანუ მე მგონია რომ მაგ კატეგორიაში ყველაზე მეტად ეგ არის იმსახურდა, ანუ მოურაც უფრო მეტად თუ იმით არის რომ აი რაღაც ორი ადამიანი და კარგი შეასრულა, ან თუ მაგის გამო მიცეს ოსკარი, თუ სხვა ვერაფერი დაინახეს და მე მგონი რომ იყო პერფორმანსში ძალიან კარგი პასაჟები. ამ კატეგორიაში ყველაზე ძლიერი არ იყო, ანუ მაგალითად ბოგდან მაურას პერფორმანსი უფრო მომეწონა და რაღაც და ანუ ხალხს ვისაც Secret Agents სულ არ აქვს ნანახი, ესე აქვს დაწერილი რომ მაგრამ მაიკლ ბი ჯორდანმა 2 ადამიანი შეასრულა ტყუპები და ანუ ეს უნიკალურობები. ხო, ბევრი საინტერესო რაღაც ყო, მაგალითად ისტორიაში მე რამდენად მოხდა რომ მე მგონი მე-7-ეთ თუ ხარ ვწდები. გაიყო ხმები, ხო, თანაბარი რაოდენობის ხმები იყო 2 ფილმმა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში. იყო Singers და Two People Exchanging Saliva. კაია რომ ასეთი იქნებ, ასეთი რაღაცების გამო, ისტორიული მნიშვნელობის გამო მაინც მიექციოს ხოლმე ასეთმა კატეგორიებმა ყურადღება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ფილმი მე მგონი დაკარგულია მარტო იმის გამო, რომ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი არ არის, ან დოკუმენტური ფილმი. ხო, ეს მაგაზე ძალიან კარგი ხუმრობები გააზრეს, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმებიც რო უფრო მოკლე იყოსო, კარგი იქნებოდა. მაგალითად, პოლს უთხრეს პოლ ტომასთან
One Battle After Another კი არა, უბრალოდ One Battle რო იყოსო. უბრალოდ ერთი და საკმარისია. სასიამოვნო და უცნაური ფაქტი, იმიტომ რომ აქამდე არ მომხდარა და ეს უცნაურია. პირველი ოპერატორი ქალი, ბატონი ხო, რომელმაც ოსკარი დაიმსახურა აუთუმ დურალ და არკა სინერსის ოპერატორი. კი და ძალიან კარგი სპიჩიც ჰქონდა, ძალიან საყვარლობა მომენტი იყო მან თავის შვილი მოიკითხა, რომ სად არის და დარბაზში ვერ დაინახა და ამ დროს გადადეს კადრი და რაიანს მხრით და ესე მოყავს მხარზე. Aiden, where are you at? ძალიან საყვარლობა მომხერა რეჟისორი კაცი, ამხელა ფილმი გადაიყო რაღაცა და აი როგორი ადამიანი. ეგეთი ერთიანობა და ერთი ოჯახობა ყოველთვის აისახება ხოლმე ფილმზე. One Battle-ის cast-ის ინტერვიუები რომ აქ ხოლმე ესმენ. თუნდაც ყოფილს თავი დავუნებოთ პოლ თომას ანდერსონის იმაში სიტყვაში, ჩეის რომ იმართავს. My American Girl. ხო, შენ ამ ფილმის გული ხარო და ყველანი რო ეგ ინტერვიუზე რაღაც 4 მსახიობი, ლეო იყო ერთ-ერთი ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ ლეომ თქვა ეგ სიტყვები, ჩეიზე რომ ჩვენ ხო ჩეისო ცოტა სხვანაირად მივდექით, იმიტომ რომ ყველა ვიცოდით რომ ამ ფილმის გული ის იყო, მისი პერსონაჟი იყო და ყველა რაღაც სხვანაირად მივუდექით მასო, იმიტომ რომ პირველი პროექტი იყო ამ გოგოსთვის ჩეისისთვის და უნდათ რომ ისეთი განწყობა და გარემო შეექმნათ მისთვის და ეგ ყოველთვის აისახება ხოლმე ფილმზე. მათ შორის სინერსაც ეტყობოდა რომ ეგეთი ჯგუფი იყო. ერთი ოჯახობა One Battle-ში კიდე აი იმ მომენტში ჩანდა კასტინგის დირექტორმა რომ აიღო ოსკარი და პოლს აი ძალიან რაღაც აი ძალიან დასავით ეუნება რომ შენამდე ავიღე ოსკარი. ჰაჰა, რაღაცა ესე ეუნება სცენიდან რა. ანუ მე კი ვთქვა იმედიაშიც აიღებო, მაგრამ ის ძალიან მაგარი მომენტი იყო. კასტინგი რადგან ახსენეთ, ხო უნიკალურობა, ანუ ეს ბევრჯერ ახსენეთ წინა ვიდეოებშიც, დაემატა კასტინგის კატეგორია ოსკარებს და ხო მოკლედ ისტორია დაიწერა. One Battle After Another არის კასტინგის კატეგორიის პირველი გამარჯვებული და ეს ადამიანი, რომელმაც ასეთი მაგარი კასტი შეკრა და ასე მაგარი შეარჩია პერსონაჟები, ტიპაჟები არის კასანდრა კულუკუნდისი, რომელსაც ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს პოლ თომას ანდერსონთან. და ეს ყოველთვის ეტყობა ხოლმე ზოგადად აი თუნდაც ოპერატორის და რეჟისორის ეს თითქოს ტანგოს რო ცეკვავენ ფილმით, იმიტომ რომ მაინც აი ხანგრძლივად რო თანამშრომლობ ვიღაცასთან და რო იცი მისი ყოველი მოძრაობა და სინქრონში ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ეტყობა ფილმს. საინტერესო კატეგორია იქნება იმ მხრივ, რომ შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს საუკეთესო კინოსურათთან ხოლმე, ანუ შეიძლება ხშირად დაემთხვეს კინოსურათი და კასტინგი რაღაც ეგეთი შეგრძნება მაქვს და ნახოთ მომავალ წლებში როგორ იქნება ეს ამბავი. და ხო, მემორიალებით დავამთავრებთ ასე სიმბოლურად, მართალია წელსებზე გაჩერება არ შეიძლება. მე მგონი პირველად იყო, რომ რაღაც ვიღაც თარები ესე განსაკუთრებით გამოყვეს ანუ ამ მემორიალის დროს და ხო მაგალითად რითიც დაიწყო ეს მემორიალები ბილ კრისტალი რო გამოვიდა და რომ რაინერების ოჯახის ანუ ამ ტრაგედიაზე ილაპარაკა და ანუ ძალიან მე ბარბარა სტრეისანდი და რობერტ ბობიზე ძალიან კარგი იყო ჩემთვის ეს მემორიალი და ესეთი რაღაცა რომ აი ვიღაცას გამოყოფ ვიღაცას არ გამოყოფ და რაღაც ანუ ყველას სიკვდილი ვიღაც ანუ ერთნაირად მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს თქო, მაგრამ ანუ რა თქმა უნდა გასაგებია რომ კინოსამყაროა და ანუ ყველა სამხელა დროს ვერ დავთ მომენტ, რომ ცალკე ცერემონია უნდა იყოს ბაშიდ გარდაცვლილების. რაღან კინოსაღამო იყო, იმის მიხედვით დაალაგეს, მე მგონი ის უფრო დიდი როლი აქვს შესრულებული კინემატოგრაფისთვის. უბრალოდ ცოტა გასაგები არის. თქვა ერთი-ორი სიტყვა გაიქნებოდა. ამერიკული კინოაკადემია ჩემო კარგო. მადლობა რომ იქ ახსენეს ხო საერთოდ რომ მიიჩნიეს რომ ეს ადამიანი ოდესმე მაინც არსებობდა. ეს იყო ჩვენი მოკლე წაბაასება, ჭორაობა, ჭორბილო არ გამოგონდა. ჩატარებულ ოსკარებზე, როგორც წინა ვიდეოში დაგპირდით, ოსკარებიდან 2 ფილმი, რომელიც ძალიან უყურადღებელს დარჩა. It was just a Sid და სირათი, მათ განხილავს აუცილებლად დავდეთ. მადლობა ყურადღებისთვის.